ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ეხლა სპეციალურად ცუდად არის სწავლოთ. აქ მოგვიყევით, რატო დაგხვდა გოდერძიზე ამდენი ბავშვი. მოგესალმებით, უკვე მეხუთე წელი აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება გოდერძიზე ეს ბანაკი, რომლებიც ბავშვებს ეხმარება ზაფხულში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლაში, ოღონდ არა ისე როგორც სკოლაში, არამედ აღმოაჩინონ ესაგნები სხვანაირად. გარდა ამისა, ეს ბავშვები არიან ობლები, სოციალურად დაუცველები და მათ აქვს შესაძლებლობა, რომ დაისვენონ კარგ გარემოში, მეტი მეგობრები შეიძინონ და კარგად გაიცნონ საკუთარი კუთხე. აღნიშნულ კურორტზე დასვენება ზაფხულში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა, ვინაიდან პირველ რიგში ბათუმის სიცხეებს გაურბიან, ისვენებენ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, სადაც არ არის გამონაბოლქვი და ბევრი პრობლემა, გვაქვს ლაშქრობა და ბავშვები ბუნებაში ცხოვრებას ეჩვევიან. ბანაკი თავიდან ბოლომდე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემხრობა, დილა იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიში, არული სტარტები, ფრენბურთი, ფეხბურთი, გვაქვს ინტელექტუალური თამაშები, რასადროდის, ჯეოპარდი და ასე შემდეგ. თითოეული ნაკადი გრძელდება 1 კვირა, 7 ღამე და 8 დღის განმავლობაში და ჯამში 5 ნაკადად მივიღებთ 300 ბავშვს. ბავშვებს არჩევს აჭარის განათლების სამინისტრო, ბავშვების შერჩევა ხდება რამდენიმე კრიტერიუმით. ერთ-ერთი არის, რომ ბავშვი უნდა იყოს მრავალშვილიანი, შესაძლოა იყოს ბავშვი ობოლი, სოციალურად დაუცველი ან დაბალი აკადემიური მოსწრების. ეს კრიტერიუმები არის შერჩეული ალბათ იმიტომ, რომ ასეთ ბავშვებს მეტი мотивация მისცენ ცხოვრებაში და დაეხმარონ მათ წინსვლასა და განვითარებაში. ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ეხლა სპეციალურად ცუდად არის სწავლოთ. მაინც კარგად უნდა ისწავლოთ.